ჩემი სიშიშვლე არის ჩემი სული. მიზეზი რატომაც შენ აღმოჩნდი Playboy-ის გარეკანზე? Playboy-ში გაშიშვლებული გოგო აღარ ვიყავი მრუში. შენ გაშვილებაზე საუბარი დაიწყე იმიტომ, რომ შენი კადრები აღმოჩნდა პორნო საიტზე. მინდა ვიცოდე ვისი სისხლისაა, ამას საიდან ვიზღობ. მოვდივარ. ვის გავდი? მამამ დალია სული ჩემს ხელებში, იგივე ადგილზე, სადაც დედამ ბევრი წლის შემდეგ. შენ როდის გაიგე რომ ვიყავი აყვანილი? ვიყავი მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის, ტრამვების მსხვერპლი. თულია გადარჩა. მეცოდნენ ქუჩაში ვათენებდი ღამე. ქუჩა არის ჩემი გამსრდელი. მივედი ჭეშმარიტებამდე. ყველაფერი იყო ასოცირებული ტკივილთან, გაქცევასთან, არაშეთანხმებულ ურთიერთობებთან. რაღაც მგონია რომ ხაპარს. თუ მესურიან ქვას, კი ბატონო, მე გავუძლებ ყოველთვის გეძებ და თუ ოდესმე გექნება სურვილი რომ მოხვიდე, მე დაგელოდები. პოდკასტის პარტნიორია ქართულ ებრაული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია MyLab. MyLab გთავაზობთ უფასო გამოძახების სერვისს თბილისში და საქართველოს რეგიონებში. ლაბორატორიის გამოსაძახებლად დარეკეთ ნომერზე 0322 111 700. მომავლის დიაგნოსტიკა დღეს. მოგესალმებით. თქვენ უყურებთ პოდკასტს ვეძებ. ძალიან ბევრი ადამიანი სოციალურ სივრცეში წერს თავის ისტორიას და გვიზიარებს თავის ცხოვრების სხვადასხვა დეტალებს. თითქოს და ყველას ისტორია არის ერთნაირი, თუმცა ტრავმები სხვადასხვანაირად იჩენს მათ ცხოვრებაში თავს და მათ ცხოვრებაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. დღევანდელი ჩვენი გმირის ისტორია რაღაცნაირად მძიმედ დაიწყო და თითქოს ბოროტის ღაპარივით გასდევს ლეიტმოტივად და ველოდებით, როდესაც დასრულდება დადებითად. ეს კი აუცილებლად მოხდება მას შემდეგ, რაც მის ნატრას ავასრულებთ. თუ რაზეა საუბარი ამას პოდკასტში გაიგებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენ სტუმარს საზოგადოების ნაწილი მისი ეპატაჟური სატელევიზიო ეთერებიდან იცნობს, ზოგი Playboy-დან. სულ ცოტა ხნის წინ კი ფილმისთვის გადაღებული საკუთარი კადრები მან პორნო საიტებზე აღმოაჩინა და რეჟისორს სასამართლოში ურჩივლა. დავა მიმდინარეობს და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მართლმსაჯულება. მანამდე კი გეტყვით, რომ მაკო კობერიძე დღეს პირველად მოყვება თავის უმძიმეს ცხოვრებას. სანამ სტუმარს წარგიდგენთ, გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება იმ სივრცეში, სადაც იწერება ფაქტობრივად ყველა პოდკასტი საქართველოში, ეს არის პოდკასტ პოინტი და თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი სასურველი პოდკასტი, ვიდეო, ინტერვიუ თუ უბრალოდ ბლოგი ჩაწეროთ, უნდა იმართოთ პოდკასტ პოინტს. რაც შეეხება ჩვენ სპონსორს, ეს გახლავთ ირინე ტრეველი, რომელიც არის სახმელეთო საცალო და კომერციული ტვირთის გადამზიდი კომპანია. ირინე ტრეველის საშუალებით ამანათის გაგზავნა შეგეძლიათ ევროპის არაერთ ქვეყანაში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში და ასე შემდეგ. კომპანიას 40 ოფისი აქვს საქართველოს მასშტაბით. შოპინგის მოყვარულებისთვის კი დაამატეს ახალი პლატფორმა G-Line-G, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სასურველი ნივთის გამოწერას საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და ჩინეთიდან ყველაზე ბიუჯეტურ ფასად. პოდკასტის პარტნიორია ქართულ ებრაული ლაბორატორია MyLab, რომელმაც დაიწყო ახალი კამპანია სახელწოდებით გახდი ერთგული პაციენტი. თქვენ შეგიძლიათ მივბრძანეთ MyLab-ში და ისარგებლოთ ბონუს პროგრამით. მეორე ვიზიტიდან ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით, ხოლო მესამე ვიზიტიდან 20%-იანი ფასდაკლებით კლინიკურ კვლევებზე. ბონუს პროგრამა ვრცელდება ლაბორატორიული კვლევების სრულ კლინიკურ მიმართულებაზე. MyLab-ის მისამართი გახოთ თბილისი, მიხეილ ჭიაურელის 9 ნომერი. მაკო, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაგთანხმდით და მოხვდით ჩვენთან. იმ თემაზე სასაუბროთ, რომელზეც არასდროს გისაუბრია. ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა არ იცის, რომ შეხარ აყვანილი, ისევე როგორც ძალიან ბევრი საქართველოში და მე მაინტერესებს რატომ გადაწყვეტე ახლა ამ თემაზე საუბარი და რატომ ჩვენთან. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ ძვირფასი დროს დათმობისთვის, ენერგიის დათმობისთვის, ჩემი მდგომარეობის გათავისებისთვის. მინდა მოგესალმოთ აბსოლუტურად ყველას, სრულიად საქართველოს მივესალმო, შენს განსაკუთრებულ მაყურებელს მივესალმო, რომელიც ასე შენთან ერთად იბრძვის მსოფლიო მასშტაბის პრობლემის აღმოფხვრისთვის, რაც საქართველოში ძალიან ბევრს აქვს ეს პრობლემა და დიდი ბედნიერება და უამრავი მზისხევი
გისურვო და უამრავი ლამაზი ადამიანის ღიმილი შენთვის ვიცი რომ სიცოცხლის წყაროა. და გადმოგცე მუსტანგი საჩუქრად, რომელიც მაღაზია ლინდაომ გამოგიგზავნათ პირადად თქვენ, რადგან მუსტანგური წელი ყოფილიყოს და ესეთი წარმატებით, ასეთი დაუშრომელი წარმატების მომტანია? კი, მუსტანგია ყველაფრის აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, თავად აქვს და ახალი სპონსორების პოდკასტების და რაც მთავარია იმ მიზნის შესრულების მუსტანგს არ უყვარს გაჩერება, შენც არ გიყვარს გაჩერება, დაიწყე და შექმენი იმპერია, გილოცავ ამისთვის და ასე რომ მუსტანგური ხასიათი გაქვს და გილოცავთ ყველას აბსოლუტურად ამ ცხენის წელს. მადლობა. ზიგიჟის წელს, რატომ? ეხლა დავუბრუნდები. ყველაფერს აქვს თავისი დრო ცხოვრებაში. თავისთავად. და ეს დრო მოვიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო არც ისე მოკლე პერიოდის განმავლობაში ჩემს მიმართ ბევრი ამბავი ატყდა და ზოგადად მინდა რომ მიცნობდეს საზოგადოება მაკო კობერიძეს გოგონას, რომელიც გონიათ მხოლოდ შიშველი. ერთადერთი მიზეზი და მიზანი არის იმის, რომ ბევრი ტრანსფორმაციის შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში გავიარე და ჩემი ცხოვრება ბავშვობიდან დღემდე, მუცლად ყოფნიდან დღემდე, ნამდვილად არ ყოფილა იავარდით მოცული, სიშიშვლე, გარეგნული ვიზუალური სიშიშვლე არ ნიშნავს, რომ მე ადამიანებს მივეცი ის, რაც ჩემს სულ იმიტომ რომ ჩემი სიშიშვლე არის ჩემი სული და მინდა რომ წარსულის გარეშე, სადაც ღია ფანჯრები და ბევრი კითხვის ნიშანია დატოვებული, ეს დავხურო და ვიყო მშვიდად, წყნარად, გავცე ჩემს მეს პასუხი და ვიყო პერსონა, ადამიანი, იმიტომ რომ წარსულის გარეშე თუ დაგრჩა იქ რაღაცა კითხვის ნიშნები ვერ იქნები შემდგარი ბოლომდე და რაღაცა ყოველთვის გექნება რომელიც გაგაწვალებს ძალიან. იცი რა, ზოგადად ჩვენი პოდკასტის თემა არ არის ეს და მაყურებელს კარგად იცის რომ ვერიდებით რაღაც ისეთ განსაკუთრებულ სკანდალურ თემებს, მაგრამ ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლით და ვინც არ იცის მათთვის გასაგებად მინდა ვთქვა რომ განსაკუთრებული ყურადღება შენს მიმართ წამოვიდა ამ ბოლო დროს მას მერე რაც ფილმში გადაღებული კადრები რომელიც შენ გადაგიღეს, აღმოჩნდა სხვადასხვა პორნო საიტებზე. საუბარი არის თავად რო გითხრა? დიახ, თავად გაგცემთ პასუხს. სამწუხაროდ, ბევრი წლის უკან ატვირთული იქნა ჩემი ფილმები, რომელიც არის ლეგენდა ადამიანებთან ერთად მონაწილეობით შესრულებული. გახდა ყველაზე მძიმე ეტაპი ჩემთვის ეს პერიოდი, როდესაც მე აღმოვაჩინე მივმართე უწყებას, რომ ეს ყველაფერი აღმოეფხვრათ, რეჟისორსაც მივეცი იმის საშუალება, რომ მედიის გარეშე ეს ყველაფერი მოეგვარებინა და ნუ როგორც ჩანს მიაყურა და საუბარი არის შოთა კალანდაძეზე, კი, ყველასთვის ნაცნობ ადამიანზე, რომელიც შოთასთვის არ არის პირველი ეს და არც ბოლო არ იქნება დარწმუნებული ვარ. ნუ ვიღაცამ ხმავე რა მოიღო, ან არა მოიღო, ან შეეშინდა, გაჩუმდა, მაგრამ მე აქ წარმოვადგენ როგორც ჩემ ხმას, ისე იმ ლეგენდა ადამიანის ხმას, რომელიც აწ უკვე გარდაცვლილია. ანუ ბოდიში ვერ გავიგე, ლიკა ქავჟარაძეს ესა? არა, აქ არის ედმონდ კალანდაძეზე საუბარი. რომელიც იყო ჩვენი ლეგენდა და ედმონდ კალანდაძე რა შუაშია? ედმონდმა გადაიღო ჩემზე ფილმი, სადაც ის მე მხატავს, სადაც სტუმრები არიან საკმაოდ წარმატებული ადამიანები და ეს არის გაშუქებული მედიის მიერ. და ედმონდ კალანდაძე და მე 5 წელია პორნო საიტებზე სამწუხაროდ ვიმყოფებ. რა თქმა უნდა, ეგ ხატვის პროცესია ასახული. კი ბატონო, რაც რუსთავიორმა, ნუ აქვს ეს მასალა, რუსთავიორ და მადლობა რომ გამოიყენა და გაასაჭაროა, იმიტომ რომ აქ მხოლოდ ჩემზე არ უნდა იყოს საუბარი. მე თუ მესვრიან ქვას, კი ბატონო, მე გაუძლებ, მაგრამ ცხონებული ლეგენდა ჩვენი საქართველოს იმედის სახელი არ უნდა იყოს პორნო საიტებზე და ეს არ უნდა დაუშვას. მის სახეს ჩანს და შენი სახე. ლოგიკურია მხატვარი მხატავს, ხომ? ეს მთელი პროცესია ასახული.
სამწუხაროა, როდესაც ადამიანი გარდაცვლილია და სამწუხარო არის უფრო ის, რომ ძალიან დიდი ფარსი და სიცრუე ეტრიალებს ამ ყოველფრის გარშემო. მე ვუსმინე შოთას ინტერვიუს და არ მინდა ძალიან ღრმად ჩავეძიო და გამოვეხმაურები ორი სიტყვით. შოთამ კარგად იცოდა, რომ ედმუნდი წინააღმდეგი იყო შოთა კალანდაძის ფილმის საერთოდ არსებობის და გამოშვების, არამც თუ გასაჯაროების, რადგან მათ მოუვიდათ უმალვე კონფლიქტი, რადგან შოთამ არ დაიცვა ედმუნდის პირობები, რომელიც შეთავაზებული ქონდა მასთან და გამოიყენა მისი ასაკი, გამოიყენა მისი ნდობა ძალიან ცუდად, რაც ედმუნდისთვის იყო ძალიან მძიმე აღსაქმელი სიცოცხლეშივე მახსოვს, რომ ვისაუბრეთ ჩვენ არაერთხელ შოთას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება? დიახ, ამ ეტაპზე მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა შესაბამის ორგანოს, რადგან საქართველოში მე წინა წელსაც აღვძარი საქმე და ამბობენ, რომ როგორ თურმე ამან 5 წელია აქ არის ეს ყველაფერი და დღეს გაიგო და დღეს გაუხდა, პრობლემა არა. მე ჩუმად მინდოდა ამ ყველაფრის მოგვარება, მინდოდა რომ არ გარეულიყო არავინ, რადგან იქ მხოლოდ მე არ ვარ და ჩემს უკანაც არიან ძალიან ბევრი ადამიანები და ებრძანენ, ნაშვილები ხარ და ისეთი ადამიანების გაზრდილი ვარ, რომ ისინი არ იმსახურებენ ტალახს, ნამდვილად არ იმსახურებენ ტალახს. ერთ-ერთი მიზეზი და მიზანი იმისა, რომ მე აქ ვარ, ზუსტად არის ჩემი ტკივილი და წუხილი იმისა, რომ იმ ლეგენდა ადამიანების გაზრდილი შვილი შეიძლება აღმოჩნდე რაღაც ქაოსურ და ქაოტურ მდგომარეობაში, მაგრამ ამას არ იმსახურებს ის ადამიანი, რომ მას ლანძღავდნენ თუ გამოისვრიან ქვას, გამოისროლონ ჩემსკენ. მე როგორც მივხვდი, შენ გაშვილებაზე საუბარი დაიწყე იმიტომ, რომ შენი კადრები აღმოჩნდა რაღაც მერიდება, პორნო საიტზე და აი აქედან გამომდინარე გინდა რომ სამწუხაროდ გერიდება კი, მაგრამ როდესაც პირველად საჩივარი შევიტანეთ ჩვენ და გამოიძიეს ეს იყო ჩემთვის შოკი. შემოვიდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ეს გამოძიება ჩაბარებული და მითხრა, რომ იყო თავად შოკში, რადგან ყველათი 60-70 პორნო საიტია, სადაც ეს ყველაფერი არის ატვირთული და სამწუხარო არის კიდევ ის, რომ რამოდენიმე პორნო საიტზე შოთა კალანდაძის მეილით არის ატვირთული პირადი მეილით. მე შოთას, მე მიჩივის ეს ქალბატონი ამბობს ჩემზე, ეს ქალი ასე მომიხსენიებ შოთა, შენ ჩემი სახელი კარგად იცი. იმ დღეს დამემუქრე კიდეც და დამემუქრე არა უბრალოდ ესეთი მესიჯი გამომიგზავნა, რომ მე ძალიან მიხარია, რომ შენ ძალიან ცუდად ხარ და რაც გაგიკეთეს მე ეს მახარებს, მაბედნიერებს და იმიტომ რომ შენ მე მომექეცი ცუდად და რაც გულისხმობს ცუდად მოქცევაში. როდესაც ჩემი ფილმები გადაიღო და მე ვნახე, რომ ეს იყო მარაზმი, მე არ გულისხმობ ედმონდს, მე გულისხმობ სხვა ფილმებს და გაყიდა ამ ირანში ყველას დაუკითხავად, შოთას არ აქვს არანაირი მტკიცებულება გარდა ერთი ფარატინა ფურცელისა, რომელიც არის ნაჯღაბნი ბაღის ბავშვის მიერ და MK არის ხელის და იურიდიულის ძალის გარეშე. შოთა ასე არის მანიპულაციაში, ასე აგდებს ადამიანებს და მას კარგი უნარი აქვს მანიპულაციის, რომ ადამიანები მიიზიდოს რა ძალით, როგორი ძალით, რა ენერგიით, რა მეთოდებით ყველას ალბათ და სხვა აქვს, მაგრამ შოთა შევადარებდი, ალბათ დიდი პატივია რამშტაინს, ქართულ რამშტაინს და ამით დავასრულებ. როგორ ფიქრობ, აი ეს ყველაფერი რაც აქამდე მოხდა, რაც აი ამ თვეების განმავლობაში ატრიალდა შენ თავს, დაგეხმარება ბიოლოგიური მამის მოძიებაში? ეს მე მაქვს იმედი თქვენი. სამყაროს იმედი და თვით ბიოლოგიური მშობელის იმედი, რომელიც ვიცი მივესალმები. არა, ჯერ მამაზე ძალიან მოკლედ რომ მინდა, კი იმედი ყოველთვის მქონდა. მე არ შემიძლია დღეს არა მხოლოდ ეს ჩემი დიდი კითხვის ნიშანია, იმიტომ რომ მინდა ვიცოდე საიდან მოვდივარ, ვისი ფუძის ვარ, რა სისხლი ფიქრობ რომ ის სკანდალები, რომლებიც შენს ირგვლივ დატრიალდა,
დაგეხმარა იმაში, რომ შენი პიროვნება უფრო მეტად გახსნილიყო, გააპიარებულიყო, ასე ვთქვათ, და ხალხისთვის უფრო მეტად ცნობადი გამხდარი იყო და სწორედ ამის დახმარებით უფრო მეტ ადამიანს მიეწვდა ხმას, რომ მანიპულაცია არა, კი, რა თქმა უნდა, ჩემი მიზეზი და მიზანი არის აქ ზუსტად ის, რომ ის ტკივილი დავასრულო, ის კითხვის ნიშანი დავხურო და ის ფანჯარა მივხურო, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს, იმიტომ რომ მინდა ვიცოდე ვისი სისხლისაა, საიდან მოვდივარ, ვინ ვარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი, მაშინ დავიწყოთ თავიდან, როდის გაიხსნა ეს ფანჯარა შენთვის, ანუ სად გაიზარდე, როგორ პირობებში გაიზარდე შენი მშობლები, ვინ იყვნენ და როგორ მოხდა იმის გაგება, რომ ხარ კეთილი, მოკლედ ვიტყვი ამ ყველაფერს, ყველაზე ზღაპრული ოჯახის კონქია. პრინცესა, არ ვიცი რა დავუძახო ჩემ თავს, მაგრამ მე ვარ მე მაინც და პირდაპირ მოვიხსენე, არაჩვეულებრივი დედიკო და მამიკო მყავდა. ამიტომ არ ვამბობ ხა ყველა იტყვის რომ საოცარი მშობლები, არა. აი დეა რო ყავდეთ გადაცემაში, დეა მომცა სტიმული იმისა, რომ ზუსტად გადამეფასე დიახ, დეა არის, და 4ჯერ მაინც მოვუსმინე გუშინ და ზუსტად ჩემს სათქმელს ამბობ და ის სულიერი კონექტი, ის მიჯაჭულობა, ის სიყვარული, რაც არ აქვთ ბიოლოგიურ მშობლებსაც კი სხვა ადამიანების მიმართ, მე ამ ადამიანებმა მომცეს, ეს ადამიანები ჩემთვის ცოცხლობდნენ, ჩემთვის დაიბადნენ, ჩემთვის მოვიდნენ ამ დედამიწაზე, მაგრამ სამწუხარო იყო ის, რომ არ დაცალდა ჩემს ლამას, ვეფხვით დედიკოს ჩემს გვერდით ყოფნა და 6 წლის ასაკში ჩემი ლამას დედიკო დავკარგე და წავიდა სეცაში. გრძელდებოდა ცხოვრება, მამა იყო კულტი, რაჭელი დათვი, ბუკინისტი, ენციკლოპედისტი, საოცარი ადამიანი, ბევრი ტრადიციის მატარებელი და ადამიანი უყვარდა აბსოლუტურად ყველას. მამასთან მქონდა ემოციური მიჯაჭვულობა, ესეთი ძალიან ძლიერი და კონექტი ძალიან პატარა ასაკიდან, იმიტომ რომ მამა იყო ღერძი ყველაფერი. ნათესავები მამის მხრიდან და დედის მხრიდან? მამის მხრიდან ნათესავებს რაც შეეხება, მამა იყო ნათესავების კავშირებელი ერთ-ერთი დიდი რგოლი, რომელიც მამას წასვლის შემდეგ გაწყდა და საერთოდ დაიბნა. მამას ყავდა და რომელიც აუცილებლად უნდა მოიხსენიო შემდგომ, იმიტომ რომ მთავარი გმირი არის მისი და ალბათ უყურებს ამას და უბრალოდ დრო მოვიდა, რომ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ყველა იმისთვის მოდის ამ დედამიწაზე, რომ თავისი მისია აქვს, მას თავისი მისია ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება ავად, მაგრამ ასეთი მისიით მოვიდა. დედის მხარეს რაც შეეხება, სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ არაჩვეულებრივი დიდი ლამაზი შემდგარი არისტოკრატების ოჯახის წარმომადგენლები, დეიდები, ბიძა, დეიდაშვილები, მისი შვილები და მოკლედ კაცების გაზრდილი, გადატაცებული პატარა პრინცესა ვიყავი. ასევე ქალბატონებისაც, რა თქმა უნდა, რომლებიც ზრუნავდნენ ჩემზე. თუმცა რაღაც გარკვეული წლების მერე ხმად ატრიალდა, ასე ვთქვათ. კი. რამოდენიმე წლის, როდესაც დედა წავიდა იმიერში და უკვე მამას დააწვა მთელი ვალდებულებები კისერზე და ყველაზე დიდი ვალდებულებას დაუძახებ, ვალდებულება ლოგიკურია კაცისთვის, რომ ოჯახი, შვილი, დედა, ყველაფერს გარდაცვლილი მეუღლე, ყველაფერს მიაგზავნა, მაგრამ მამას ეს არ გაჭირვებია, რადგან მამა მზაობაში იყო იმისთვის, რომ არაფერი არ დაგვკლებოდა. შემდგომ უკვე ძალიან გადაიღალა, რადგან ბებოს მევუვლიდი პანკისონით იყო დაავადებული და ჩავარდნილი იყო და მამაც 4-გან მუშაობდა და აღარ შეეძლო. ყავდა და კიდე ნაცნობების დაყავდა სახელად, კი, დაყავდა სახელად, რომელიც ხშირად გსტუმრობდა, დედაჩემის გარდაცვალებას ელოდებოდა. თავიდან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა დედიკოსთან, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოადგა დედა და მე უკვე როგორც ჩვეოდა მამიდაჩემს თავისი სახე გამოაჩინა. ხშირად მოდიოდა ჩვენთან, სარგებლობდა ყველაფრით და იმითაც რომ ვიყავი მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის, ტრამვების მსხვერპლი მაგალითად. აი უამრავი ქმედება იყო, აი როგორ გითხრათ ამო. მაგალითად მოუნდებოდა და ნაგავს შეყრიდა კარადის ქვეშ და იმითი გამოგავე.
ასეთ რაღაცას გააკეთებდა. როდესაც მარტო ვიყავი და თუნდაც დედას ველოდებოდი და მამას, რომელიც მაშინაც მანიპულირებდა, როდესაც ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ, იმიტომ რომ იცოდა რომ მე მშობლებს ამას არ გაუმხელდი, რადგან მე მქრებოდა იმითაც რომ თუ მე ვეტყოდი მამას ამ ყველაფერს, დედა ჩემი უსავით, ისიც გარდაიცვლებოდა და სულ მარტო დავრჩებოდი, ანუ გული გაუსხდებოდა. მაგრამ როგორ ვფიქრობ ეს დამოკიდებულება, ანუ უნდა ვიკითხო ეს. რა თქმა უნდა. ეს დამოკიდებულება შენს მიმართ იმიტომ იყო, რომ ბიოლოგიური შვილი არა, თამო, არა, პიროვნება დაიბადა, მე ასე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდი, ვფიქრობდი რომ ეს დამოკიდებულება ჩემს მიმართ იყო, იმიტომ რომ მე არ ვიყავი სხვანაირების მიმართ ქონდა ესეთ დამოკიდებულება. აბსოლუტურად ყველა ადამიანის მტერია, ოღონდ როგორ იცი, აი ჩუმი მტერი. ადამიანი იბადები, ყველას თავის მისია აქვს სამყაროში. იესოსაც თავისი მისია ჰქონდა, იუდასაც თავისი მისია ჰქონდა და ჩვენ ვერ მივხვდებით ბოროტების გარეშე და ამ ადამიანების გარეშე რა არის ცხოვრება, ვერ გავიზრდებით, ხო? მადლობას ვუხდი მანანას. სახელი წამოწ, მაგრამ არ არის პრობლემა. დიდი მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ მისმა ტრამვებმა მე გამაძლია, შეიძლება თავიდან ძალიან მძიმე იყო, მე შინოდა გადარჩენისთვის ვბრძოლობდი, მაგრამ მან გამომიმუშავა ყველაზე მთავარი. როგორ იყო კარგი, სუფთა, როგორ დარჩე ბოლომდე სუფთად და როგორ გადარჩე. სამწუხაროდ, საბედნიეროდ როგორ გადარჩე. მისი ზეწოლით, თხოვნით თუ არ ვიცი რა დავარქვა, მამამ მოიყვანა დიახ, მამას ასე ტვინის გამორეც მანანას კარგად შეეძლო ყოველთვის მანიპულაცია და მამას აღარ მიცეს მოსვენება, არ დამავიწყდება აქ პერიოდი და გადაწყვიტეს ქალბატონი მანანასთვის სასარგებლო მელკანტილური ქალბატონია, ალბათ იფიქრა რომ სასარგებლო იქნებოდა, მოუძებნეს ქალბატონი, რომელიც იყო გასათხოვარი, ტრადიციული, ესეთი და მოიყვანა მამამ ცოლად. შენ ხომ არ ფიქრობ რომ მაიმდენად გიყვარდა რომ ყველანაირად სულ მის გამართლებას, იმიტომ რომ ძალით ესე არა, ძალით არა, დაითანხმეს, რა თქმა უნდა, დაითანხმეს, იმიტომ რომ მამა ვეღარ აუდიოდა ქალის საქმეს, ვეღარ აუდიოდა, იტანჯებოდა, იმიტომ რომ მე ვიტანჯებოდი ბებოს, მე ვუვლიდი და ფიზიკურად, ქაოსი ტრიალებდა და რამოდენიმე წლის შემდეგ შეირთო მამამ ცოლად ეს ქალბატონი, რომლის მანანას წყალობით და შემოვიდა ქალბატონი ჩვენს ოჯახში, მაგრამ მე მახსოვს ის სიტყვები, რომელიც მამამ პირველად უთხრა, როდესაც გაცნობის საღამო ჰქონდათ, მათ იქაც ძალით მიმიყვანეს, ეს მოხდა თვით მამიდა ჩემის ოჯახში გაცნობის საღამო ამ ქალბატონის. მამამ უთხრა ასეთი სიტყვები, რომ მე ერთადერთი სიმდიდრე გამაჩნია მე და ეს სიმდიდრე არის ჩემი შვილი. ეს იცოდა ყველამ თავიდან და ზუსტად ეს ქაოსი დაიწყო ამ სიტყვებიდან, როდესაც მამამ ყარა დააფიქსირა, რომ ერთადერთი სიმდიდრე ვიყავი მე და ამის არავის არ ექნებოდა იმის საშუალება, რომ ჩემს შემდეგ არ ყოფილიყო. ამ ქალბატონთან ანუ დედინესთან შენ ცუდი ურთიერთობა შემოგიყვება? ქალბატონთან მქონდა პროტესტი, ლოგიკურია, ხო? იმიტომ რომ ჯერ მოდი აქედან დავიწყოთ, ბოდიშს მოვუხდი მე ამ ქალბატონს, იმიტომ რომ ბავშვი ვიყავი და დედა ჩემთვის იყო კუმირი, ულამაზესი, არისტოკრატი და რაღაცა დედის შემდეგ ვერ მივიღებდი მე ვერანაირ ქალს, მით უმეტეს თუ საერთოდ არ იყო დედის. რამდენი წლის ვიყავი? სადარ 6 წლის ვიყავი, როდესაც ჩემო ლამაზმა დედიკომ ჩემს ხელებში დაასრულა ამ დედამიწაზე ცხოვრება. და მამამ როცოლი მოიყვანა რამდენი წლის ვიყავი? 3 წლის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. შვილები არ არა, არც ის. შენ როდის გაიგე რომ ვიყავი აყვანილი და რა სიტუაცია? ხო, ვიყავი დაუმორჩილებელი ცელქი, ბავშვი გამიჩნდა, პროტესტები გამიჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც გებრძვიან, ყოველთვის ცდილობ 60-ში, ანუ თავდაცვის რეჟიმი ჩართო. და მუდმივად თავდაცვის რეჟიმში მყოფი ბავშვი მიუხედავად ამისა არ გავბოროტებულ ვარ, მაგრამ მანიპულაციებს ვიწევდი, ყურადღება მეტი მიმექცია, თუნდაც დეიდაშვილების მხრიდან, თუნდაც ადამიანების მხრიდან, მაგრამ ეს ჩემი ბუნება იყო ბავშვებიდან. არასდროს ვემორჩილებოდი და არასდროს ვგავდი მათ, ვის შორისაც ვიდექი. ვის გავდი? არავის. და ბებო ძალიან საყვარლად მეხუმრებოდა, შენ ჭინკა ხარ, ალი ხარ და რაღაცებს ამბობდა, რომ უცხოპლანეტელი ხარ. არავის არ უგავდი.
არავის არ ვკავდი და ამის გამო იყო წინააღმდეგობები, ძალიან ბევრი წინააღმდეგობები და ამ წინააღმდეგობებმა უარყოფამ ამ ტკივილმა მუდმივმა გადარჩენა ის მუდმივმა მტკიცებამ იმის რომ მე არ ვარ ტალახის ღირსი, მაგრამ პატარა ბავშვს მაინც გესურიან, გამოიმუშავა ჩემში ის ძალა და ენერგია, რის გამოც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი თვითოეულ მისიონერს, რომლებიც იყვნენ თითქოს ჩემს გარშემო დარაზმული და შეკრებ ძალიან ბევრნი იყვნენ და ძირითადად ქალბატონები იყვნენ ყველა. ძალიან ბევრნი იყვნენ. ქალბატონისგან გაიგე რომ იყავი აყვანი. გავიგე ამ ქალბატონის დისგან, იმიტომ რომ უკვე ისეთი პერიოდი იყო, რომ მე უნდა დამეტოვებინა სახლი ან რაღაცა მოხდებოდა. მამა ცოცხალი იყო, როდესაც რა თქმა გაიგე. უნდა, მამა ცოცხალი იყო, მამა წვალობდა, უკვე ავად იყო, შრომობდა, რაღაცა მუდმივ შრომაში იყო და არ იყო სახლში, როგორც ყოველთვის, სუფრასთან მითხრა მამა ჩემის მეუღლის დამ ეს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გახდა იმის მიზეზი, რომ მე გადავრჩენილიყავი იმ გარემოსგან, რომელი გარემოც მუდმივად მიწამლავდა სულს. ხო, აი მუდმივად მწამლავდა. გადარჩენაში რას გულისხმობ შენ? უნდა დამეტოვებინა საყვარელი ადამიანი, რომელიც ჩემთვის იყო და არის და იქნება ყოველთვის ყველაზე ძვირფასი და უნდა წამოსულიყავი სიმშვიდეში, თუნდაც ქუჩაში. ნახე, ძალიან კარგია რომ შენ ხარ დღეშვენი სტუმარი და რომ ყვები ამას, იმიტომ რომ ჯერ არასდროს არ ყოლია სტუმარი, რომელიც ამბობს რომ მას შემდეგ რაც გაიგო რომ აყვანილია ის სახლიდან წავიდა. შენ ხარ პირველი ვინც ამას ყვები. და ზოგადად ამყვარ მშობლებს ეშინიათ თავისი შვილებისთვის სიმართლის თქმა, იმიტომ რომ ეშინიათ რომ შვილები არ წავიდნენ სახლიდან. ჩვენ აი სულ ამბობთ რომ აი არ წავლენ ბავშვები თუ თქვენ მართლა სიყვარული გაზარდეთ, სიყვარული მიეცით და ისინი არ დაგტოვებენ, თუმცა სიყვარული არ კმარა მხოლოდ. აი რატო წახვედი სახლიდან? ასეთი სიყვარული ბიოლოგიურ მშობლებს არ აქვთ, აი დეა როგორც ამბობს რომ კონექტი, ის კონექტი მე რო ვიყურებოდი გარშემო, როდესაც მე გავიგე იმის შესახებ რომ მე ვარ შეძენილი შვილი და არ ვარ ბიოლოგიური შვილი, არ დავიჯერე თავიდან, იმიტომ რომ გავდი ძალიან დეიდას და ასეთი სიყვარული, როგორც ჩემს მიმართ ქონდათ ამ ადამიანებს, არ შეიძლებოდა რომ ვიღაცის შვილის მიმართ ქონოდა რა და ეს იყო ძალიან მიუღებელი ჩემთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა ძალიან სწორ მომენტში მოვიდა ეს ინფორმაცია ჩემთან იმიტომ რომ მე ის გარემოცვა, ის ტოქსიური ურთიერთობები, ის საშინელი უარყო, ანუ ჩემი წასვლის სურვილი, ჩემი გაქრობის სურვილი ქონდათ ამ ადამიანებს ბავშვობიდან, ამ ქალბატონის ოჯახს, რომელიც მუდმივად პატარა ბავშვს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ამყოფ ესე ვიკითხავ. შენ რომ არ ყოფილიყავი აყვანილი ბავშვი. დიახ. წახვიდოდი სახლიდან? მაინც წახვიდოდი. კი, რა თქმა უნდა. მივედი ჭეშმარიტებამდე. ანუ რეალურად ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ბავშვი ბიოლოგიური შვილია თუ აყვანილი შვილია. თუ მას წასვლა უნდა, წავა ყველა ვარიანტი. თავმომდო ამბობ რომ ეს იყო მიზეზი. რომ ვეძებდი სულიერი თავისუფლება, რომ უკვე გამეხწია იმ ჩაკეტილი წრიდან, სადაც შხამია და ჩემი საწყალმა მიკუნა სამწუხაროდ იქ დავტოვე, იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა. მე თავად მოვდიოდი იქ, სადაც არავინ მელოდა. მამამ იცოდა რატომ არ წახვედი სახლიდან? რა თქმა უნდა, გაიგო. და რა ქნა? ხმარა მოუყია. რაჭულდაც ვეძახდი, არასოდეს საუბრობ და ზედმეც და ხმარა მოუღია, წრემლი ჩამოუგორდა და მომცა იმის საშუალება მეკეთებინა ის, რაც ბედნიერს გამხდი და თუნდაც ყოფილიყო შეცდომა კი. იცოდა ჩემი ბუნება, იცოდა ჩემი ხასიათი, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტრამვირებული, დაჯაგრული რაღაცა მონსტრების ყელში, მიუხედავად ამისა არ დავემორჩილებოდი. მამა ცოტა ძლიერი ადამიანი რომ ყოფილიყო და ვეღარ შეცლა, ძალა აღარ იყო, დაიჭირა, ხო, აი დაიღალა. მაინც იგივე მოხდებოდა? კი, იგივე მოხდებოდა, იმიტომ რომ ის გარემო, სადაც იმ დროს მე ვცხოვრობდი, საერთოდ არ იყო ჩემი.
საერთოდ არ იყო ჩემი. ერთადერთი ჩემი იყო იმ სახლში ჩემი მამიკო და ჩემი დედიკოს ხსოვნა. დანარჩენი გარემო, საერთოდ პირობები, ადამიანები, ყველაფერი იყო ასოცირებული ტკივილთან, გაქცევასთან, არაშეთანხმებულ ურთიერთობებთან, არასიყვარულთან. ვერ ვგრძნობდი. მაპატიოს დეიდებმა ალბათ იტყვიან და დეიდაშვილებმა, რომ რა დაგაკელით, არაფერი, ჩემო ძვირფასებო. უბრალოდ აქ არის ერთი რაღაცა. ალბათ ვერ ვგრძნობდი იქ ისეთ სასურველ ადამიანად თავს, რომ იქ წავსულიყავი. მოდი, მაშინ შენ უთხარი ამ ყომშობლებს, უნდა კონდეთ თუ არა იმის შიში, რომ შვილს უთხრან, რომ აყვანებენ? არასოდეს. ჩემო ჩემო საოცარო ადამიანებო, მოგმართავთ თხოვნით, რომ ყოველთვის თუ თქვენ გაქვთ თქვენ შვილთან სულიერი კონექტი, აუცილებლად იმასაკიდან, როდესაც მას შეუძლია აღიქვას ეს ყველაფერი და გაიაზროს, უნდა მისცეს მშობელმა პირველი ეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა მივიდეს მშობლისგან შვილამდე და არა ვიღაცისგან, რადგან ის ვიღაცა ზუსტად ჩასაფრებულია, რომ რაღაც გააფუჭოს, ატკინოს, დაუზიანოს და არ უნდა ვიღაცისგან მოსული ინფორმაცია მაინც რაღაცა დანის დარტყმას გავს, რომელიც ერთ წამს შეიძლება შეგაზანზარებს და დაგცემს ძირს. თქვენ საცხოვრობდით? ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით და დედა ავადობიდან გამომდინარე სამწუხაროდ მამას მოუწია ყველაფრის გაყიდვა და როგორც ვიცით, მე 90-იანებში ყველა ოჯახს გაუჭირდა და სამწუხაროდ გადავედით რაიონში, სადაც საერთოდ ჩემი გარემო არ იყო. სად? ეს არის ქალაქი ხაშური. ხო? ხაშური. 14 წლის ასაკში წამოხვედი ხაშურიდან. დიახ, იმიტომ რომ ბიოლოგიური ოჯახი საძებნელად. დიახ. სად წახვედი? მე ვიცოდი წინასწარ უკვე, რადგან ისე არ წამოვსულ ვარ, მიუხედავად 14 წლის ასაკისა საკმაოდ გონიერი ბავშვი ვიყავი, რადგან ბევრი წინაღობა გადავლახე და ბევრი სირთულეები გავიარე და მადლობას ვუხდი ამ ადამიანებს კიდევ და კიდევ ჩემ ცხოვრებაში არსებობისთვის, წამოვედი ზუსტი ინფორმაციებით. იცოდი, ვინც იყო ბიოლოგიური დედა. კი ბატონო, ვიცოდი. ანუ მითხრა ამ ქალბატონმა, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა. მათ ყველაფერი იცოდნენ. ანუ ახლობლობდნენ კიდეც იმ ქალბატონის ოჯახთან, ნათესავებთან და ასე შემდეგ. ძალიან ახლოწრია, ძალიან პატარაა, კარგად იცი საქართველო და თუ გვერდიდან მოყავს შვილი, მით უმეტეს ხო, საერთოდ უფრო. ანუ იცოდნენ ბავშვისგანაც წამოიყვანეს, და მადლობას ვუხდი ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს იმისთვის, რომ ზუსტად ამ ადამიანებთან გამიშვეს. შენ პირველი შვილი იყავი? ერთადერთი. ანუ დედის კი პირველი შვილი ვიყავი. თიახ 16 წლის იყო, როგორც მე ვიცი, როდესაც მე დავიბადე და ალბათ როგორ უჭირდა, ალბათ რა გადაატანინეს, ალბათ რა არ გაიარა, მე მინდა რომ მიუმართოთ ამო. მე მესმის მისი. არასდროს განვიკითხავს, არასოდეს ერთი წამით არ შემიხედავს მისთვის რაღაცა ასე რომ რატომ ქენი ეს, ხო? ის თავად ბავშვი იყო და მე ვიცი, როდესაც ბავშვი ხარ, რა შეიძლება გაიარო, რა შეიძლება გადაგატანინო შენზე უფროსმა ადამიანებმა, თუნდაც იყოს დეიდა, თუნდაც იყოს მამიდან, საკუთარი დედა. ვიცი, რომ ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა და მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ მომავლინა დედამიწაზე, რომ მაინც. შენ გაიგე მისი სახელი გვარი, მისამართი, ჩამოხვედი თბილისში იყო, ხო? აღარ დამხვდა თბილისში, უკვე წასული იყო წლების საქართველოს დატოვებული. მაგრამ სახლში ხომ მიხვედი, სადაც? მივედი მის ყოფილ მეუღლის ოჯახთან, სადაც მისი შვილები იზრდებოდნენ, ანუ ბიოლოგიური ძმები, ჩემი. შენს მერე ის გათხოვდა? დიახ, შექმნა ოჯახი და ყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი. ვიცი. ცხოვრობდა მათთან ერთად, მაგრამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ უარყო ოჯახმა. ჩაქოლა სამწუხაროდ მისი მეუღლის ოჯახმა და ჩამოართვა შვილები და დატოვა შვილების გარეშე და მოუწია საქართველოს დატოვება. და შენ მიხვედი ოჯახში, სადაც მისი გარდაცვლილი მეუღლის ოჯახში. არ იცოდი? ანუ მისი მეუღლე რომ გარდაცვლილი. არა, ის რომ იქ აღარ ცხოვრობდა. არა, არაფერი, პატარა ვიყავი. ჩამოვედი თუ არა, ეს განვახორციელე უმალვე და იქ დამხვდა მოხუცი ქალბატონი, რომელმაც რომ დამინახა, თურმე ძალიან ვგავარ, იმდენად ვგავარ, რომ
სახე წაერთვა და მოხუცმა ქალბატონმა პატარა ბავშვი სახეში გამართა. როდესაც ამ ქალბატონის სახელი ვიკითხე, ანუ დედაჯების რატო გამართა? ბიოლოგიური დედის იმდენად ძულდა და სახელი მიხვდა, ვინც იყავი? კი, წამში მიხვდა. კი. იცოდა შენ შესახებ? შეიძლება გაიგო ან უთხრეს მერე უკვე როდესაც მეძებნა დავიწყე, იმიტომ რომ აქტიური ქალბატონი იყო და ასეთი ქორივით იყო თავის შვილიშვილებზე ჩასაფრებული და არ უნდოდა რომ ეს ქალბატონი ახლოს მიკარებოდა და ლოგიკური ყველაფერი იცოდა ესეთი აქტიური ბებო გახლდათ და მოკლედ ისეთი სილა მტკლიცა რომ გონს ვერ მოვედი და დავტოვე ის სახლი და მითხრა რომ აქ არ არის და მისი სახელი აღარასოდეს ახსენო. შეშინებული ვიყავი რომ გამოვიქეცი მახსოვს და მოვიწყდება და მივედი ბიოლოგიურ მამასთან რომელიც ვინც გეგონა რომ იყო მამა? ინფორმაციით ვინც მეგონა რომ იყო მამა კი ეს ადამიანი იყო საკმაოდ ისეთ მაღალ თანამდებობაზე გახდათ ის ახლა ცხაშურში ცხოვრობს მივესალმები მას მადლობას ვუხდი იმისთვის რომ ქუჩაში არ დამტოვა მიუხედავად იმისა რომ არ იყო ჩემი მამა და არ არის მამა ჩემი როგორც თავადა ნუ ისეთი ფაქტები თქვა როდესაც მე შევედი რომ ვერ იქნება ის მამა ჩემი თან ბიოლოგიურმა დედამ შემომითვალა რომ თბილისიდან არის ადამიანი წარმოშობილი ჯერ სანამ ბიოლოგიური დედის პროგრამაზე გადავთ, მამაზე რომ თქვა, შენ იცოდი ვინ იყო დედა და იცოდი ვინ იყო მამა. სავარაუდო მამა, კი ბატონო. სავარაუდო მამასთან მიხვედი და მისგან გაიგე რომ ის მამა არ ყოფილა. მე როგორ განვითარდა მოვლენები? ანუ მან გაპოვლინა ბიოლოგიური დედა? არა, შევედი თორე პატარა ბავშვი გაუკვირდა ლოგიკურია, ნუ პატარა ბავშვი აღებს კაბინეტის კარს, პირდაპირ თამამად შედის, უჯდება წინ და ესალმება, წარუდგინა თავი, ანუ მე წარვუდგინე თავი და ნუ თვითონაც ვიცოდი სახელი გვარი ვინ იყო და ნუ მიხვდა საიდანაც მოვდიოდი თავადაც ხაშურიდან არის წარმოშობით ეს პიროვნება და ვკითხე იცნობდა თუ არა ბიოლოგიურ დედას ჩემს ბავშვობაში იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს და დამეთანხმა რომ იცნობდა და ვიფიქრე რომ აი ეგ არის მოვედი სუსტად იქ სადაც მინდოდა რომ მოსულიყავ მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ ცოტა ტყუილში გამოვიჭირე და მივხვდი რომ შენ ვერ იქნებოდი მამა ჩემი და ვკითხე რომ გახსოვ არ მე და კიო მახსოვ ხარო დედა შენს 2 თვის ყავდა ანუ იცნობდა ქონდა თუ არა სასიყვარულო ურთიერთობა ამ ყველაფერზე დამეთანხმა რა ასაკში გაგაშულეს 3 დღის და აბა დედა შენს 2 თვის ხო და მოიტყუა ანუ მივხვდი რომ ტყუილი თქვა წამში და გამოურიცხე რომ ეს იყო აბსურდი არც იცნობდა შეიძლება არც ურთიერთობა ქონდა და აბა რატომ მოეტყუებინე ხო არიან ადამიანების კატეგორია რომელიც რა ვიცი რაღაცა ინტერესის გამო შეიძლება და არ ვიცი რატომ რისთვის არც დავინტერესებული ვარ და არც მიკითხავს. პიროვნება ასეთი ცოტა უცნაური პიროვნება ეს ადამიანი და შეიძლება დადებითად შეგხვდა და კი და ალბათ უნდოდა რომ არ შევეშინებილა. შეიძლება უნდოდა რომ ახლოს უკაცრავად უფრო ახლოს მოსულიყო და მინახა ბავშვი რომელიც ასე მიადგა და ამ გამბედაობას ყველა ვერ ისამდა. ამის მერე 14 ასაკში სად მიდიხარ? მივდივარ, აი ზუსტად ამ ადამიანს უკავშირდება და მადლობას მაგიტომ გადაუხდი. შეიძლება ტყუილი ან თავდაცვით რეჟიმში რაღაცა ისეთი არასწორად თქვა. ამ ადამიანმა მკითხა სად მივდიოდი, როდესაც დავამშვიდობე, გამოვბრუნდი და უთხარი რომ გავართმევდი თავს, იმიტომ რომ მე აქ გაზრდილი ვარ და რაღაცას მოვიფიქრებდი და იცოდა რომ არც სახლი მქონდა, არც კარი და დამეხმარა ბინა მომიძებნა, დამაბინაო და ჩემის დაჟინებული მოთხოვნით მისი გავლენიდან გამომდინარე, მაშინ ძალიან ცოტა იყო რესტორნები საქართველოში. ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ერთი იყო თბილისში, ყველაზე წამყვან რესტორანში ასაკი დავმოლით და დავიწყე მუშაობა. მოკლედ იყო ქუჩა, რამაც გამსარდა. ქუჩა არის ჩემი გამსრდელი, რადგან იყო დღეები თამა, როდესაც ყველაზე მეტად არ მიყვარს შემწორი კვერცხი. და იყო დღეები, როდესაც ვიღაცის სახლიდან გამოსული სურნელი კვერცხის ვოცნებობდი, რომ ამეყო და შემეჭამა, იმიტომ რომ ბევრი ღამე გამითენებია სადარბაზოში და არასოდეს არავის კარზე არ დამიკაკუნებია. როდესაც უმუშევარი ხარ, როდესაც მარტო ხარ, როდესაც რაღაცა
მაინც ეს შენ რა შენდა პერიოდი? გადარჩე. ეს ის პერიოდია, როდესაც მე მუშაობა დავიწყე რესტორანში, იქიდან გამომიშვეს ძალიან მალე, იმიტომ რომ მათ ექმნებოდა ჩემი ასაკიდან გამომდინარე პრობლემა და თუ არ მუშაობ, თუ არ შრობ, ან ვინმე არ არის შენს გარშემო, მე ძალიან რთულია გადარჩე. იცოდნენ ქუჩაში ვათენებდი ღამეს. იცი რა თამო, ოჯახის წევრებს რომ ქონოდათ, მამაზე არ ვსაუბრობ, მამას რესურსი რო ქონოდა, ყოველ წამს ჩემს გვერდით იქნებოდა, გულწრფელად ვამბობ, მაგრამ იცი რა, სად უნდა მოვეძებნე იმ ხალხსაც, ვერ გავამტყუნებ, სად უნდა ეძებნე, ქუჩაში ვერ მიპოვიდნენ. 15 წლის ბავშვია ხა ეს. ყველას თავის ცხოვრება ქონდა. ყველას თავის ცხოვრება ქონდა. დედიკოს წასვლის შემდეგ მივხვდი, რომ მხოლოდ დედიკოს და მამიკოსთვის ვიყავი ყველაზე მნიშვნელოვანი და იქ აღარავინ მელოდა. ამიტომ არც დამიკაკუნებია მათ კარზე. შეიძლება ძალიან ცუდად მოვიქეცი, რომ ჩემს გონს ავყევი, მაგრამ ეს ვიგრძენი ბავშვმა. ვიგრძენი, რომ რაც გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, იმ დღის შემდეგ ჩემი დეიდუკები, რომლებიც ჩემთვის დღემდე კულტია ქალის და იქნებიან, უცებ გაქრნენ. თითქოს და ჩემთვის შეცვლი და ეს შვილადობის გაგება რამეს, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ყველას აქვს თავისი ცხოვრება, აზრი, ტრანსფორმაცია. როდის ამოხვედი ამ ჭაობიდან, ასე ვთქვათ, აი ქუჩაში ცხოვრება და ნელა გავდიოდი ამ ეტაპებს. გადამრჩენელი ზოგჯერ შეიძლება იპოვო. ერთხელ გადამარჩინა ქუჩაში მდგომა გოგონა. რომელსაც ჩემგან არაფერი მოუთხოვი, ახალგაზრდა გოგო იყო, რომელიც ქუჩაში არ იდგა, მაგრამ მე ვიცი რომ იყო დაკავებული ისეთი პროფესიით, რომელსაც მარტივად ესვრიან ტალახს საქართველოში და ზუსტად ასეთმა ადამიანებმა იცი, მე ვფიქრობ ყველაზე მეტად გულში ჩახუტება ადამიანის და ყველაზე მეტი სიკეთის გაკეთება ალბათ, იმიტომ რომ მათ ერთ დროს გაიარეს და ერთი მახსოვს რომ ვიყინებოდი ძალიან მციოდა და იქ ცხოვრობდა. და აღმოჩნდა მე რომ აი ესეთი პროფესიის იყო, იმიტომ რომ იმ გოგოს ჩემთან შეეძლო, შეემჩნია, დავესაქმებინე, გავეყიდე, 1000 სიბინძურე შემოეთავაზებინა. მსგავსი რამ არ გაუკეთებია. სულნავდა ჩემზე, როგორც პატარა ბავშვზე და შემიფარა, როგორც კნუთ შეიფარებ, რომელსაც ყველაფრის ანთება აქვს. და ესეთი ანთებული და სამკურნალო შემიფარა. ნუ იყო ძალიან ბევრი განსაცდელები, ამ ეს 1 და 2 ისტორია არ არის, ამას მთელი ცხოვრება. დღეს როგორ ვარ და ისევ ნულიდან ვიწყებ ცხოვრებას, რაც ჩემთვის უცხო არ არის. დღეს ისევ ნულიდან ვიწყებ ცხოვრებას, ბევრი ტრანსფორმაციის შემდეგ. აი ეს ტრავმები, რომელიც მაშინ ასე ვთქვათ ამოგიტივტივდა, მაგრამ რეალურად ვერ ხვდებოდი, ხო, პატარა რო იყავი, რისი ბრალი იყო. დღეს როგორ არის დამუშავებული? რა თქმა უნდა, ტრამებს აღარ ვაღიარებ. არა. აღარ ვაღიარებ. ბავშვობაში ძალიან მარტივია, რომ ყველაფერს შეიძლება თავის სახელი მოუძებნო, მაგრამ ტრამებს აღარ ვაღიარებ. როგორ? იმიტომ რომ ეს ჩვენი ყოველდღიურობა, რაც უფრო იზრდები ალბათ და საკრალურად მიდიხარ უფრო სხვაგან, ტრამებს აღარ ვაღიარებ. რაც არ გაბოროტებს ის არა, ეს არის გამოცდილება. ხო, მაგრამ აი ხო ამბობენ, რომ აი დღეს დაშვებული შეცდომა არის ჩემი აი ბავშვობის ტრავმის ბრალი. არ ფიქრობ, რომ ბევრი დაუშვი, კი, ბევრი. თუნდაც შეიძლება ბევრი CGUT გამოვავლინე მასმედიაში, რომ გავიხადე, რომ ვიღაცისთვის ეს რაღაცა დამესაჯე, სინამდვილეში არავის არ სჭია, ამით საკუთარ თავი დასაჯე, ხო? მაგრამ ბევრი არასწორი ქმედება იყო გამოწვეული ჩემი ზღაპრული, კოშმარული ბავშვობიდან გამომდინარე. დღემდე რომ დღევანდელი გადმოსახედინა რომ ვაკვირდები ჩემ თავს, კიდევ და კიდევ ვამბობ იმ სიტყვებს, რომ სწავლობ ციცოცხლის ბოლომდე და ვიცით რომ არაფერი არ ვიცით და გამოცდილებაც მოდის, რა თქმა უნდა, პრაქტიკის დონეზე და ტრამებს აღარ ვაღიარებ. უბრალოდ ვაღიარებ რაღაცას, კვანძს, რომელიც უნდა გახსნა და განთავისუფლდე.
ეს განთავისუფლება მოვა ბიოლოგიური თორემ მე გაგების ისეთი შედეგად. რამ მაქვს გავლილი სექტას, ანუ ეს არ მოვდაესისმრება არავის, მახსოვს ოთახში ჩამკეტა რამოდენიმე ქალმა, მამიდა ჩემის მეთაურობით და მაიძულებდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლა, იყო სხვადასხვა манипуляციები, იყო გაჟღერებული, იყო მამაჩემით манипуლირებდნენ ძირითადად, რომ მამაჩემთვის ყველაფერი იყო იცოდნენ და დეიდებსაც ვერ ვეუბნებოდი ამ ყველაფერს, რომ მამა მოკვდებოდა ამას თუ გაიგებდნენ. მაიძულებდნენ რომ იმ ქალბატონისთვის დედა დამეძახებინა და ხო წარმოგიდგენიათ გოგო რომელიც არავის არ უჯარემორჩილება როგორ ჯიქად იდგა ამდენი ქალის წინ შუაში და ეხლაც ასე მახსენდება ხმე ვიცი როგორ ჩამესმის ეხლაც იმ ადამიანებს ძალიან ცუდი რაღაცები იყო ჩემს თავს. მართლა ძალიან ცუდი რაღაცები და ვისაც ახსოვს, ვინც ცოცხალია, ვინც უყურებს, გაახსენდება აუცილებლად, რას მიკეთებდნენ, როგორ მეკცეოდნენ და იცოდეთ რომ არ ვარ თქვენზე ნაწყენი, მადლობას გიხდით ყველას. მიზეზი რატომაც შენ აღმოჩნდი Playboy-ის გარეკანზე. ეს არ იყო მაშინ მარტივი ნაბიჯი და მაშინ მე მახსოვს რა ხდებოდა, როდესაც ეს ჟურნალი გამოვიდა. როგორ გადადგი ეს ნაბიჯი, როგორ არ გაგიჭირდა და თან მithumetes მამა ახალი გარდაცვლილი იყო, ეს გარკვეული პროტესტი იყო შენი მხრიდან? დიახ. პროტესტი იყო გარკვეული, რაც ქვეცნობიერში იყო ჩალექილი და ამას შეიძლება იმ წამს იმპულსურად ვერ მივხვდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბავშვობიდან სრული დამოუკიდებლობით მოვდიოდი და ის ადამიანები, ვინც ტალახს მესროდნენ, უფრო მაძლიერებდნენ და უფრო მიჩნდებოდა იმის სურვილი, რომ რაღაცა ისეთი გამეკეთებინა, რითაც აი მე არ ვიძირები ჭაობში, მე უფრო ზემოთავდი ვარ შენ და ამ დროს მომეცა. იცი როგორი პატარა ასაკში ვიყავი, ჩემთვის იყო ეს ძალიან დიდი და ესეთი წინადადება მომნუსხველი, რომელიც ყველა მოდელისთვის იქნებოდა, რა თქმა უნდა, Playboy არის საერთაშორისო ჟურნალი, საამაყო ჟურნალი და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველაზე ტრადიციულ მხარეში აკეთებ ამას, ეს არის კატასტროფა. მამამ დალია სული ჩემს ხელებში, იგივე ადგილზე, სადაც დედამ ბევრი წლის შემდეგ. გამოვიკლოვე მამა და წამოვედი ისეთივე ცარიელი ერთი კურტკით ჩემს თბილის ქალაქში, როგორც ადრე. ერთ დროს დავტოვე ის სახლი და მე და ზუსტად მაშინ იყო, ანუ და გადავრჩენილიყავი და მე სწავლა, ან ქუჩა ჩამყლაპავ და პატარა ახალგაზრდა გოგოს. იმ წამს თამო გულწრფელი ვიქნები, აბსოლუტურად არაფერზე არ მიფიქრია, გარდა იმისა, რომ Playboy არის მართლა საამაყო ჟურნალი ყველა მოდელისთვის, სადაც მე მგონი ძალიან ბევრი ოცნებობდა, რომ მოხვედრილიყო თუნდაც საქართველოში. და ეს იყო პროტესტი, ეს იყო აღიარება, ეს იყო ყველაფერი ის პასუხი იმ ადამიანების მიმართ, რომ თქვენ რაც არ უნდა ცადოთ, მე ვარ პერსონა, პიროვნება, ვიყავი და ვიქნები. არ გავბოროტდები და ყოველთვის ვეცდები, რომ გადავრჩე. შეიძლება Playboy იმ წამს ჩემი გადარჩენა იყო და ეს ჩემი ქვეცნობა. კი. კი? კი. Playboy-მ გადამარჩინა. რაში გამოიხატება? აბსოლუტურად ყველაფერში, თუნდაც ის დამიკმაყოფილა. შემდგომ გამოჩნდნენ ის დაკარგული ნათესავები, ვისაც არ ვახსოვდი. თუნდაც მოტოციკლზე და მჯდომი 6 წლის პატარა გოგონა თუ იყო მრუში და ამას მაძახებდნენ 6 წლის გოგონას, Playboy-ში გაშიშვლებული გოგო აღარ ვიყავი მრუში, იმიტომ რომ მე მქონდა საშუალება, ფინანსები, თაყვანისმცემლების სახელი. ანუ იმ ადამიანების საჭიროება გავხდი, ვისაც ერთ დროს ვძულდი და ბუმერანგის და კარმის არსებობის შესახებ ხომ ვიწამე, ვირწმუნე და საერთოდ გავითავისე. ამიტომ მინდა რომ ვიცოდე ვინ ვარ. ვისი ფესობიდან მოვდივარ. გავიგებთ, ხო იცი რომ გავიგებთ? ვიცი. მჯერა, აუცილებლად მჯერა და მჯერა იმ ქალბატონების, მჯერა იმ ადამიანების, მჯერა რომ მამა თუ ცოცხალი არ არის, მის საფლავზე მაინც მივალ და ეს იქნება თქვენი წყალობა. პროტესტი არ ნიშნავს ყოველთვის ცუდს. პროტესტი არის ძალა. და მადლობას ვუხდი ამ პროტესტისთვის ყველას. დედას როგორ მიაგენი? ბევრი წლის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ვეძებდი, მერე გავიგერო, სახელი გვარი შეიცვალა, ვიცი რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ არის ასე შემდეგ, მაგრამ მივანებე ძებნას თავი, იმიტომ რომ დავიღალე, უკვე ურესურსო ვიყავი
და სხვა ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება, იმიტომ რომ ჯერ შენ ხარ და მე ხარ უკვე და იყო ჩემი დიზაინერი, თურმე ჩემი საკუთარი ბიძაშვილი, რომელმაც Fashion Week-ზე წარსადგენა ჩემი სამოსი შექმნა და ფოტოსესიის დროს აღმოვაჩინე, არა, გვარი რომ დაიძახეს მისი დედაჩემის გვარი რომ ახსენეს ბიოლოგიური, უცებ გავშეშდი, ესე გავძეგდი და ხატის მოსალოდსაც ვიყავით წასულები, როდესაც ელენეს პირდაპირ ვკითხე, რომ რატომ ეს გვარი რას გაძლევს, საიდან მოდიხარ და აღმოჩნდა, რომ არლი ბიძაშვილია ჩემი. კაი რა. აქედან დაიწყო უკვე კარტების გახსნა. აი რა პატარა საქართველოს და ხალხი ძალიან ვარჯერა პატარა. რომ შეიძლება ეს ნათლისავები ერთმანეთს სრულიად ძალიან პატარაა და შეიძლება წინ გადაეყარო. გყავს და არ იცი რომ ამდენი ხანი წინ გყავს. კაი, კარტები როგორ გაიხსნა? რაღაც მგონია რომ ზღაპარს. ზღაპა ჩემი ცხოვრება არც ამით იწყება, არც ამით სრულდება. ეს ბევრია, ძალიან ბევრია, ძალიან ბევრია. დაიწყო და ვერ გავედით ბოლოში. აი წიგნის დაწერა უნდა და ფრანკ ერთ-ერთ წარმატებულ რეჟისორს ჩემს სხვათა შორის და მწერალს და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ. ჩემს წიგნს დავწერ ჩემს ბიოგრაფიაზე. ძალიან საინტერესო იქნება. კი, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა პატარა მონაკლეჯი, რომელიც ძირითადი საყრდენია იმ ინფორმაციის, რომელიც ახლა ჩვენ გვჭირდება, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ, რისთვისაც აქ ვართ. დავისწავოთ. მოდი ვაგრძელებთ ისტორიას. როგორ მოხდა კარტების გაშლა და როგორ იპოვეთ დედა? დაუკავშირდა ელენე. თვითონ. თავად ელენე დაუკავშირდა თავის მამიდებს და მოვიდა ჩემ ბიოლოგიური დეიდა ჩემთან სტუმრად თავისი შვილით. საოცრად ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ გოგოა, იმიტომ რომ ვიპოვე, იმიტომ რომ რაღაცა მზრუნველობითი ჩამერთო და იდეალური ურთიერთობა გქონდა, მაგრამ როგორც ყველას დეიდასთან და დეიდაშვილთან. დეიდა დაბრუნდა ისევ იქ საზღვარგარეთ, ჩემს ანახავად ჩამოვიდა, გამიცნო. დედა არ გამოჩენილა. არა, არ ჩამოსულა. კონტაქტი გქონდა დაიწყო. მაშინ არ ჩამოსულა, თორე შემდგომ ურთიერთობა დაიწყე? ანუ დეიდა რო ჩამოვიდა. დეიდა და ჩამოვიდა ურთიერთობა დაიწყე. დედასთან დაიწყე ურთიერთობა. არ უნდოდა. არ უნდა. არც დასუთხრა თანხმობა და მზაობა არ ქონდა იმისა, რომ ჩემთან შეხვედრა არ მიმიღო ადამიანმა და ეხლა როდესაც ადამიანი არ მიგიღებს, ვერ დააძალებ, ხო? არავინ არ იცის მის გონში რა მოხდა, მის გულში რა მოხდა, ნამდვილი წელი რა ხდება საერთოდ. მას არ აქვს ჩემთან შეიძლება არანაირი კონექტი, ხო? კიდევ ერთხელ ჭურჭელი არ არის ის, რაც შენ გაკავშირებს. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. არ ვიცი რით მოწამლეს, რამოდენიმე წლის შემდეგ დაინტერესდა ჩემი პიროვნებით, მაგრამ მაინც არ ვნახა, ჩამოვიდა ჩემი შვილის სანახავად, ნახა რაღაც 1 საათით და იმის შემდეგ დაიკარგა. როგორ მოხდა შეხვედრა? დამირეკა ჩემმა ბიოლოგიურმა დეიდაშვილმა და მითხრა, რომ ჩამოსულია დედა ჩემი თბილისში და უნდა თავისი შვილიშვილის გაცნობა. დავთანხმდი, უბრალოდ თავისი შვილიშვილის და არა შვილის, რადგან ახალი გაკეთებული ქონდა გულის ოპერაცია და არ გვინდოდა რომ რაღაცა ფატალურად დასრულებულიყო და ამიტომ მე არ მინდა. შვილიშვილზე თუ არ დასრულდებოდა ფატალურად, შვილზე რა ეს იყო ჩემი დეიდაშვილი, იყო და არის ჩემი დეიდაშვილის манипуляცია, რომელთანაც ძალიან ცუდად დამისრულდა ურთიერთობა იმის გამო, რომ ყველას მარტო თანხა უნდოდა ჩემთან და რაღაცა გამოყენებითი პროცესები მიდიოდა, მელკანტილიზმით სავსე ადამიანები და რაღაც ვერ დასრულდა ჩვენი ურთიერთობა კარგად და მითხრა მაშინ რომ ისე მოვიქცევი რომ არასოდეს არ ნახო შენ დედაშენ და მართლაც ეს ითხრა დეიდაშვილმა. კი, იმიტომ რომ საოცრად დაიძაბა ურთიერთობა ჩვენ შორის. მე ვერ ვაპატიებდი ახალ გამოჩენილ ადამიანს ჩემი შვილის ქონების გაძარცვას, ხო? ან რატომ, ან რისთვის. და ეს ხო, მაგრამ ნახე, როგორ ფიქრობ, თუ ადამიანს უნდა შვილთან ურთიერთობა, მას დისშვილი შეაფერხებს. იცი რატომ მივხვდით ამ რომ შეიძლება უნდა და იცი რა მითხრა თავად ამ გოგონამ აღარ მინდა
დეიდაშვილის დაძახება, რომ მე ბიოლოგიურმა დედამ გამომიგზავნა უამრავი სამოსი, რომლის სახეც ვიყავი საქართველოში ერთ დროს. ეს არის იტალიური ბრენდი და არყრის იაფი. და საკმაოდ ძირადღირებული ბრენდის უამრავი სამოსი შეიძინა იმ ქვეყანაში, სადაც თავად ცხოვრობდა და გამოატანა თავის დიშვილს ჩემთან. და ეს სამოსი ჩემამდე არ მოვიდა. ეს მითხრა, რომ გამომიგზავნა დედამ, მაგრამ ეს სამოსი ჩემთან არ მოვა და არ მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური დედა შენ გიგზავნის რაღაც ნივთებს უცხო ქვეყნიდან, ტანის ამოს და ასე შემდეგ, შენ მასთან პირადი მიმოწერა და პირადი კონტაქტი არ აქვს. არ უნდა. არ უსურს. არანაირი სურვილი არ აქვს. ჩემი მეგობარი დაუკავშირდა ბევრი წლის შემდეგ თავისივე სურვილით, რატომღაც შეიძლება იფიქრონ, რომ მე მივაგზავნე, მაგრამ არა უშავს, იფიქრონ ის რაც უნდათ. ეს მაინც ასე იქნება, ადამიანები ყოველთვის იმას ფიქრობენ, რაცაც ყოფთ, რაც მოწონთ და რაც ეკომფორტურია. დაუკავშირდა ჩემი მეგობარი, რომ ერთადერთი მიზეზი და მიზანი არის ის კიდევ რომ გავიგოთ ვინ ვარ მე მეორე მხარეს, წინაპარი მაინტერესებს. კი, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წინაპარს. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ, როდის დავიბადე, რაღაცა. პერსონა ვარ, მინდა. არ იცოდი რომ ბიძაშვილი იყო და მინდა რომ ვიყო პერსონა და დავხურო. დეიდა და დეიდაშვილები რას ამბობენ მამაზე, ვინ არისო? არიციან. არიციან. ან ბიოლოგიურს კითხულობ? ბიოლოგიურს. მითხრეს გვარი, რაღაც მომიგდეს გვარი, მითხრეს რომ თბილისელი ბიჭი იყო უყვარდა თითქმის და მოკუდა. ნუ ხო, ეს ყველა მამა ხვდება. ზოგადად ეს მოკლეს თუ არ მოკლეს, მინდა რომ მაინც მივიდე და მოვიხსენიო, ამიტომ თხოვნა მაქვს, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ მომცეს იმის საშუალება, ერთადერთი საშუალება, რომ პიროვნებად შევიქმნა. და პიროვნებად შექმნა არის. შენი აზრით გვარის სოდნა და გეხმარება პიროვნებად შექმნაში არ ხარ შემდგარი ანუ გვარი. ანუ რაღაც მაკლია, თამა მე სხვა სამყაროს წარმომადგენელი ვარ. მე ანუ მიზიდავს ასტროლოგია, ეზოთერიკა, სხვა შიგნიდან რომ ვიყო კმაყოფილი, აუცილებლად მინდა ვიცოდე ჩემი წინაპარი. თუნდაც რომ ვილოცო მისთვის კი შეიძლება რომ გარდაცვლილთა სულებისთვის საერთოდ ლოცულობდე, მაგრამ მინდა ვიცოდე, რადგან შევდგები, მართლა შევდგები. დავიკმაყოფილებ იმ ყველაფერს, რომ ამოივსება რა, ამოივსება. კი, ამოივსება, კი, ის ფანჯარა ამოივსება, კი. ნამდვილად ამოივსება. არ არის აქ ის, რომ როგორც პირველად მითხრეს, რომ ნაშვილები ვიყავი, მოაყოლეს განმარტება, რომ ეს იმიტომ გითხარი, რომ არ მომხდარიყო ინცესტი შენსა და შენ ძმებს შორისო. თავი ამ ქალბატონმა კი გაიგეს, კი. უარყვეს, ჩვენ დედა არ ყავს და ვერ გვეყოლებო. მიზეზი რატომაც გაწყვიტე ბიოლოგიურ დედას, ანუ რატომაც მან გაგიწყვიტა საბოლოოდ კონტაქტი. ნუ გასაგებია რომ ის პირადად არ კონტაქტობთ, მაგრამ აი ნაცნობის შუამავლობით ხო ხდებოდა თქვენი ურთიერთობა? მიზეზი მე ვფიქრობ მისთვის არის თავისი შვილები, რომელიც ძალიან უყვარს. მიზეზი მე ვფიქრობ არის ის, რომ რაც გაიარა ბავშვობაში, რაც გაატარეს ჩემი მუცლად ყოფნის დროს, რა ტრამვებიც გაატარეს, ალბათ ეს ყველაფერი დღემდე ვერ დაამუშავა. მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს და ამას თავად უკეთ იტყვის. არ ვთქვამს თავად. არც დამილაპარაკები, არასოდეს არ გამსაუბრებიათ. არა, გადმოცემითაც მაინც არ შემოუთვლია. კი, შემომითვალა, რომ მამამისი გარდაცვლილია და ესა და ეს გვარია და всё. არც სახელი უთქვამს, არც არაფერი არ უთქვამს. საერთოდ ძალიან ზედაპირულად მიუდგა ამ ყველაფერს, ტიპაჟურადაც, ემოციურადაც, რაც ნათელი იყო, თორემ ადამიანი რას განიცდის, ნამდვილად ვერ გეტყვით, ხო? მარტივი განცდები არ ექნება. ეს არა მოჭრად. ამას მე კურიოზებში ჩავთ. ეს არა მოჭრად. ეს არ უნდა ამოჭრა. ეს მართლა ძალიან კაი იყო. საღიღავი და ეს არის მოკლედ საბოლოოდ მივედით იქამდე რომ შენი აქ მოსვლის მიზანი არის
ბიოლოგიური მამის მოძიება. მაგრამ რეალურად ვინ თუ არც დაბადების წელი თუ ვერ იცხვი არ თქვი წელი ვიცი დეიდებმა მითხრეს ანუ ბიოლოგიურმა დეიდამ მითხრა რომ დავიბადე ამა და ამი წლის ამა და ამ თვეს და გადამიწიეს ერთი თვით ხო მაგრამ მამა როგორ უნდა იყოს აი ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი კეთილინება მან ხომ არ იცის ბიოლოგიური დედა ვინ არის არა, მე ვამბობ, რომ ბიოლოგიური დედის კეთილინება თუ მოგცემს შენ მოხვედი აქ იმიტომ რომ ბიოლოგიურ დედას მიმართოთ ხოვნით რომ მამა გითხრას კი ამის საშუალება პირველად მე მეგონა რომ ჩვენი მოვყვებული არა ეს აუცილებლად თქვენი იმედი მაქვს მამა შეფხედავდა და მიხვდებოდა ვინც ხარ შენ უნდა მიხვდეს თუ ცოცხალი აუცილებლად უნდა მიხვდეს ეს ისტორია არ გავს ყველა ისტორიას. ხო, მაგრამ რა იცის? ანუ კი, ეს ისტორია შეიძლება მის პარალელურად ეს ისტორია ესე ვითარდებოდა ცალკე ხაზად. ისიც არ ეცოდინება რომ დავიბადე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისიც არ იცის. კარგად დამალეს ჩემი ბიოლოგიური დედა, როგორც გავიგე, მერე მუცელით საუკრეს, თავიც გადაპარსეს, სახლში ჩაკეტეს და ძალიან დიდ წამებაში ყავდათ. არ ვიცი. ხაშურში ხდებოდა და ბორჯომში ყავდათ გადამალული. შეიძლება ბორჯომშიც იმშობიარა, მაგრამ მე თბილისში ნახელოვკეში დავიბადე და ეს ინფორმაცია მაქვს. მამაც ხაშურელი უნდა იყოს? არა, თბილისიდან არისო, მითხრეს. რატო გონია? თვითონ თავად აი 15 ასაკში როგორ მოხდებოდა ხაშურელი გოგო თბილისში? მოხდებოდა, ის ისეთი იყო, რომ მოხდებოდა. კი, მუდმივად გაურბოდა მისი მშობლების მარწუხებს, ოჯახში შექმნილ კონფლიქტებს. ალბათ იგივე სცენარი გამიმეორე, რაც ბიოლოგიური პოდკასტის თავში რო ამბობდი, რომ მე არ ვიციო გისკოვარ, არავის არ უგავარი, იმიტომ რომ არ მგონო მაჩვის შორის ადამიანია, რომ თურმე მივედი. ხო, მაგრამ რაღაცით ძალიან არ მინდა, რომ ბევრი რამით ვემქანო. სამწუხაროდ საბედნიერად არ ვიცი. მაგრამ რო გავიცნობ, შეიძლება მიხაროდეს კიდეც, რომ მე მას მაგიტომ ვერ ვამტყუნებ. ის იყო ესეთი ოჯახიშვილი, საკმაოდ ტრადიციული ოჯახიშვილი, სადაც იყო ქაოსი, ბაბუა ჩემის მექალთანაობის გამო, კონფლიქტები, ტკივილი, წრემლი, ამავდროულად ზედმეტი დისციპლინის მოთხოვნა და, პროტესტი გაუჩნდა, როგორც ჩანს და დაარღვია ეს პროტესტი, რის შედეგადაც ჩავისახე მე და რის შედეგადაც მოუწია მას ამდენი ტკივილის გავლა. გენეტიკური ტესტი გაკეთებული არ გაქვს? არ მაქვს და ყველაფერს ვიწყებ თქვენი გადაცემიდან, ანუ ვარღვევ დუმილს, ვიწყებ საუბარს ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც აი და ყველა სერიალზე დიდი ბესტსელერია. აქვე მინდა ჩაგეჭრა, ჩვენ გვყავს ამერიკაში წარმომადგენლები, გოგოები, რომლებიც გვეხმარებიან ყველაფერს. ესენი არიან სალომე კოლემანი, ნინი ნუცუბიძე, მომღერალი, რომელიც ყველამ კარგად იცის და სალომე ნუცუბიძე, რომლებიც ესე ეტაპობრივად საკუთარი ხარჯებით და ქართველი გოგოების დახმარებით, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, ყიდულობენ გენეტიკურ ტესტებს და გვიგზავნიან საქართველოში და მინდა რომ ერთი ტესტი შენ გადმოგცე მათი სახელით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, აბსოლუტურად მე უყურებ, ვიცნობ შორიდან ვიცნობ ამ გოგონებს, მათ შრომასაც ვიცნობ. თან არ მაქვს, მაგრამ ხოცხადია რომ თქმა უნდა გავაგრძელებ. ამათ შრომასაც ვიცნობ და კიდევ ძალიან დიდი მადლობა ყველა ქალბატონს, ყველა ადამიანს, რომელიც არ გესვრის, უბრალოდ თუ არ უნდა არ მოგისმენს, არ გაგიგებს, მაგრამ იმ ქალბატონებს ყველაზე დიდი მადლობა, რომელიც ბეძების გვერდით დგას, იგივე ჩემს გვერდით დგას და ყველა ჩვენნაირი ადამიანის გვერდით დგას, იმიტომ რომ თუ წარსულში გაქვს ღია ფანჯარა, ვერ შედგები პიროვნებად და ღმერთის გარეშე ადამიანად. ეს ჩემთვის ასეა. მაკო, მოდი პოდკასტის ბოლოსკენ მიზანი რაც არის შენი ის ამოვთქვათ, ანუ მივმართოთ ბიოლოგიურ დედას. რამდენად გაამართლებს ეს და რამდენად იტყვის ის სიმართლეს შენი იმისთვის მე არ ვიცი, მაგრამ იქნება გენეტიკურმა ტესტმა მაინც გადაგორჩა. შეიძლება მიმართო. აი აქ. მადლობას გიხდით ამ ძვირფასი დროსთვის. მე კიდევ ერთხელ განვიმეორებ იმას, რომ გაფასებ, პატივს გცემ, მადლობას გიხდი, რომ მომავლინე ამ დედამიწაზე. მადლობას გიხდი იმ ტკივილის გადატანისთვის, რაც მე და შენ ჩემი მუცლად ყოფნის დროს ერთად გავიარეთ და ეს ჩემში
გადმოსულია და მე ამას ვგრძნობ, რომ მარტივად არ გიცხოვრია და დღემდე არ ცხოვრობ მარტივად. ვიცი, რომ არასდროს არავის ემორჩილები და ვიცი, რომ შენი ნება გაქვს. ამასაც ვგრძნობ და მინდა გთხოვო. მომცე იმის საშუალება, რომ შევდგე პიროვნებად, ჩემი კითხვის ნიშნები იყოს პასუხგაცემული და მქონდეს იმის უფლება, რომ ვიყო შემდგარი დედამიწელი. რადგან მე ვარ სიყვარულში გაზრდილი ბავშვი, ისეთ სიყვარულში, რომელიც სიყვარულიც რომეო და ჯულიეტასაც კი შეშურდება და ეს, და არ შემიძლია კითხვის ნიშნებით ცხოვრება. მე არ გავარ მას, ვით შორისაც ვდგავარ, არ შენ გავარ, მაგრამ იცოდე, რომ არასოდეს არ ყოფილა გაგების პირველი წამიდან ჩემს მიმართ შენ და მივარყოფითი დამოკიდებულება. პირიქით ყოველთვის გეძებ და თუ ოდესმე გექნება სურვილი, რომ მოხვიდე, მე დაგელოდები. აუცილებლად დაგელოდები. ეს ჩემმა მშობლებმა მასწავლეს და მადლობა იმისთვის, რომ იმ ადამიანებთან მოვხვდი. მადლობა შენ. მადლობა თან. საოცარი ადამიანი. მადლობა მთელ თქვენს გუნდს და აკეთებთ იმას, რაც გლობალური პრობლემაა თან საქართველოში მით უმეტეს. ყველას ეპოვოს თავისი ოჯახი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ისტორიის გაზიარებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენი მიერ მოყოლილი ისტორია, თუნდაც აი სახლიდან წამოსვლის ეპიზოდი ძალიან ბევრ ადამიანს მშობელს რაღაც გადაწყვეტილებამდე მიიღებს და აფიქრებს და მიახვედრებს რეალურად რა და როგორ არის. ახალგაზრდებსაც მინდა მივმართო. არ აქვს მნიშვნელობა სულიერი კონექტი ჩამოუყალიბდათ აღმზრდელ მშობლებთან თუ ეს ჩვეულებრივია, როცა გაიგებ რომ აყვანილი ხარ, რა შედეგიც არ უნდა იყოს იმ წამს, რა ემოციაც არ უნდა განიცადო, ეს რჩეულებრივი. მაგრამ ყველაფერს შეხედე დამკვირვებლის პოზიციიდან და მიიღებ უმალვე გადაწყვეტილებას, რადგან შენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი დაანგრიოს, ისულები დაანგრიოს, ვიც ასე გულით ჩაგიკრა გულში. ძალიან დიდი მადლობა შენ სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ, მაგრამ მეც მინდა რაღაც გამოვიყენო მე მინდა ეს გამოვიყენო, რადგან თამო შენ ხარ ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში უძღვები ამ ყველაფერს მთელი გულით, არსით, მაგრამ ვერ იქნებოდი ისეთი წარმატებული და ისეთი ღრმა, როგორიც ეს რომ საკუთარ თავზე არ გამოგეცადა. მე როდესაც ბიოლოგიური დედის ძებნა დავიწყე, ნათლია ჩემმა ყველაზე საყვარელმა ადამიანმა, აგრეთვე ბიცოლა არის ის ბიძე ჩემის მეუღლემ, რომელიც გარდაიცვალა, მითხრა, რომ დედა შენი არ მოძებნო, ძალიან გეტკინება. თამო, როდესაც მოძებნე დედავე და ვიცი, რომ იპოვე გილოცავ, ეს არის მთავარი ჩვენთვის და უკვე დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა, მიზანი მიღწეულია, გილოცავ. რა მოხდა? როგორც შენ უკვე აღნიშნე, ყველაფერს აქვს თავისი დრო. მე რომ მიპოვა მაშინვე, როგორც კი გავიგე რომ ვიყავი აყვანილი, ალბათ სხვანაირად დამთავრდებოდა, მაგრამ 8 წლის განმავლობაში მე ყველანაირი სცენარი მქონდა ჩემ თავში, ეს გადავაგებული, ნაფიქრი და მე ვიყავი ყველაფრისთვის მზად. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ჩემ გამოჩენაზე და დღემდე არ მაქვს მასთან არანაირი კონტაქტი, იმიტომ რომ მას არ სურდა ჩემთან ურთიერთობა, ჩემთვის ეს მაინც არ იყო მძიმე დარტყმა, იმიტომ რომ მე ყველაფრისთვის ოღონდ სიმართლე გამეგო და მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ჩემთვის თავი იყო სიმართლე, რაც არ უნდა მწარე ყოფილიყო და დარწმუნებული ვარ, რომ შენ შემთხვევაშიც ესეა რა. ანუ ჩვენთვის თავარია სიმართლე და იქ მეორე მხარეს როგორ დაგხვდებიან, ეს უფრო მეორე მხარეს. მაგრამ მაინც არა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა, ხო, ალბათ, ძალიან მძიმეა, როდესაც მეორედ უარყოფენ, ხო, თამო? მზად ვიყავი და ამიტომაც არ გამიჭირდა. თუმცა მე რო თავიდანვე მეპოვა და თავიდანვე უარი ეთქვა ჩემზე, მაშინ შემზადებული არ ვიყავი, მაშინ ძალიან გამიჭირდა. რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც უარს ეტყვიან? იმას, რომ მზად იყვნენ ყველანაირი პასუხისთვის, იმას, რომ მათთვის მთავარი უნდა იყოს სიმართლე და შემდგომ უკვე დანარჩენი ყველა. მთავარი უნდა იყოს ის, ვინ ხარ შენ. რა თქმა უნდა. და ჩვენ თავს ჩვენ ვქნით. ჩვენი ენერგიები, ჩვენ ვართ მაგები დედამიწაზე. მადლობა ამ გულწრფელობისთვის და ყველა იმ ემოციისთვის და ძვირფასი დროსთვის, რაც დამითმე. მომეცი საშუალება, რომ ამომესწრაფო. იმედია კიდე შევხვდებით მამას რომ ვიპოვეთ მე. და მადლობა გოგოებს, მადლობა ყველას. თქვენ ყურადღებისთვის ნახვამდის.